დღეს იყოს ხათაშორის საინტერესო ფაქტი ის, რომ ჩატარდა ოცნების პოლიტსაბჭო, რომელზეც დიდი ხნის, ვთქვათ, პუბლიკაზე არ გამპაუზის შემდეგ გამოჩნდა ივანიშვილიც. მოდი აი ამის კადრები ვნახოთ. დემონსტრაცია იყო რაღაცნაირად მზაობის, ერთობის და საბრძოლო მზაობის დემონსტრაციას გავდა ეს. კაი, ბატონო ივანიშვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა და პოლიტსაბჭოს დაესწრო, ანუ პოლიტსაბჭოს ივანიშვილი როდის დასწრებია, ის კი არა უბრალოდ გამოჩნდა, ეხლა შეიძლება რაღაც არჩევნებზე მივიდა, ხმამისთან რაღაც კომენტარი გააკეთა, რაღაცა ძალიან გლობალური გადაწყვეტილება პოლიტიკაში უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მასეთ ფაქტზე გამოჩენილა, მაგრამ ის რომ ივანიშვილი პოლიტსაბჭოს შეიკრიბა, პოლიტსაბჭოს შეკრებას აი დღევანდელს რა ფუნქცია ქონდა, ეს გავდა იმის დემონსტრაციას, რომ რაღაცა საბრძოლო მზად ვართ. ეგ არის იმის ნიშანი, რომ რაღაცას ნიშნავს, უბრალოდ ერთს დავამატებ, რა შემთხვევაში შეიძლება ამ ფაქტის მნიშვნელობა იყოს მაღალი. ჩემი აზრით ამ ფაქტის მნიშვნელობა როგორია, თავიდან ბოლომდე ეხლა გარკვეული არ არის არავისთვის, იმიტომ რომ ამ ფაქტის მნიშვნელობა როგორი იქნება, საბოლოო ჯამში დამოკიდებული იმაზე, შემდგომ გაგრძელება იქნება თუ არა. ანუ მაგალითად იგივე ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები რუხაძეების და სხვების ჩახსნა იმ სამეთვალყურეო საბჭოდან ან დღევანდელი გამოჩენაც იმ გაურკვევლობასაც უკავშირდება, შემდგომ გაგრძელდება ვიღაცებს დაასანქცირებენ? აი იმეთ რომ ვიღაცა მუშაობს კონკრეტული ადამიანი, მაგალითად ჟურნალისტი, მაგალითად, არ ვიცი, პროდიუსერი, მაგალითად ოპერატორი, იმასაც გაუჩერდება საბანკო ბარათის მოქმედება, როგორც მინიმუმ, თორე თუ ეხლა თალად რუხაძემდე გავიდენ და იმის ამ მიმართულებით წავიდნენ, ეგ საერთოდ. ხო, მაგრამ აი თუ ეს უბრალოდ იქნება, რომ კონკრეტულად აი TV იმედს ანგარიში აღარ აქვს, მაგრამ ვინც იქ მუშაობს, იმათ ეგ არ ეხებათ. ანუ ეგ ხო ორი განსხვავებული ფორმატია. და მან ერთ რაღაცას დავამატებ, კიდე სანამ ამ თემას გავივლიდეთ, რომ ძალიან საინტერესო იყო, რომ მაგ პოლიტსაბჭოზე არ იყო ერთი კონკრეტული პირი, რომელიც მან უნდა ყოფილიყო. ეს არის პარტიის გენერალური მდივანი, ბატონი კახა კალაძე. და ეგ ასე ვთქვათ, კიდე ერთი მარკერი არა იმედის დასანქცირების, არამედ იმ ჯაჭვში, რომელსაც უკვე ჩვენ დიდი ხანია ვაშუქებთ და საკმაოდ აქტიურად მუსირებს მაგალითად, ასე ვთქვათ, საუბრების დონეზე, რომ შეიძლება ღარიბაშვილის მერე, ვინ შეიძლება მოყვეს ავარიაში ფიგურალურად რო ვთქვათ, ამ შიდა ოცნების ასე ვთქვათ, კლანურ გარჩევებში, რაზბორკაში, ყველა როგორც წესი ასახელებს ხოლმე კალაძეს და კალაძე რო აი ამ პოლიტსაბჭოზე არ იყო, სადაც ბიზნაიშვილი იყო და ერთადერთი რა კადრებიც გამოვიდა, იყო მუსიკა დადებული, რომ აი ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდს ესაუბრება და ყველაფერი კარგად არის ხალხო, აი მაგ ყველაფერი კარგად არის ხალხო სურათში, რომ კალაძეს ვერ ხედავთ, ეგ გარკვეული მანიშნებელია. თან მან კითხვა ჩდება, კალაძის მან არ ყოფნა ვისი ინიციატივა იყო, ვინც დაესწრო იმათმა უარი უთხრეს დასწრებას, თუ თვითონ კალაძე არ დაესწრო მაგ შეკრებას, იმიტომ რომ ეგ შეკრება ხო სინამდვილეში მას შინაარსია, რომ აი დემონსტრაცია რომ არ გვეშინია უკან არ დავიხევთ და ჩვენზე შემოტევას აზრი არ აქვს. აი ესეთი განწყობით შევიკრიბეთ ეს ხალხი, ხო? ხო და მანდ რო ესწრები, ესე იგი მაგის დემონსტრაცია, პოტენციურად სანქციის რისკის ქვეშ დგები, ხო? შენ თვითონ არ დაესწარი თუ არ დაასწრეს, ეგ არ ვიცი რა იყო მიზეზი. მოდით ჩემი აზრით, ეხლა უკვე საკმაოდ ცლად ვისაუბრეთ აი ამ ფაქტოლოგიაზე და ვისაუბროთ შინაარსიც. ანუ რა იყო ეს სანქცია. იმიტომ რომ აი შენ თავიდან ახსენე, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს აფიქსირებს ორივე მხარე.
ანუ მთავრობის ცალსახა ესეთი დეკლარირებული პოზიცია არის, რომ ეს არაფერი არ არის. ჩვენ არ გვტყდა, ხოლო პროდასალური ფლანგის წარმოდგენები და ის შეფასება არის უკიდურესად ისეთი, რომ მორჩა ეხლა ნამდვილად დასავლეთი მოინდომებს ბიძინა ივანიშვილის ჩამოღებას და ასანქცირებენ ქართულ ოცნებას და ასე შემდეგ. მოდით ვისაუბროთ იმაზე, რას ნიშნავს ახლა ეს სანქცია, იმიტომ რომ ფაქტია, აქამდე არც ერთ დასავლურ მხარეს, იმიტომ რომ დასავლეთსაც როდესაც ჩვენ ხმარობთ, უკვე ცოტა დაკონკრეტება გვიწევს, იმიტომ არის ეს ევროპას გულისხმობ თუ ამერიკას, მანდ უკვე ევროპაშიც რომელ ქვეყანას გულისხმობ, ამერიკას გულისხმობ თუ დიდ ბრიტანეთს, ეს კოლექტიური მონოლითური დასავლეთი უკვე აღარ არსებობს. ამიტომ უნდა დავაკონკრეტოთ ხოლმე დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს მხრიდან ქართული ოცნების სამთავრობო არხების, მოდი პირდაპირ ვთქვათ ახლა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იქ იურიდიულად კერძო ის კონდეს სტატუსი, მაგრამ მთავრობასთან აფილირებული ისინია, როგორც BBC არის მიექვსთან და ბრიტანეთის სახელმწიფოსთან აფილირებული კი პირდაპირ. რატო არის კონკრეტულად ლონდონის სანქციები ესეთი მტკივნეული? იმიტომ რომ საბანკო სექტორი დიდწილად არის მიბმული ლონდონის საბანკო ბირჟაზე, მაგალითად TBC-ც და საქართველოს ბანკიც იმისთვის რომ აქ ჩვენ ცესხები მოგვწეს ხოლმე, თვითონ იქიდან იღებს დაუშვათ, ანუ ფაქტურად კონტრაქტორები გამოდიან თორე კაპიტალს ხშირად იქიდან იღებენ და აქედან გამომდინარე, რაღაცა არ ვიცი, სლოვაკეთს რო დაეწესებია მსგავსი სანქციები საქართველოს მთავრობისთვის, მანდ ან საქართველოს მთავრობის კონტროლებადი მედიებისთვის, მანდ ეფექტი იქნებოდა 0. მაგრამ რახან ბრიტანეთის ნამედარია, მანდ ობიექტურად ხო. აქედან გამომდინარე რჩება რამოდენიმე ვერსია. ანუ ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც ეს პროდასავლური მხარე ავრცელებს და ასე შეფასებას და ინტერპრეტაციას აკეთებს, არის შემდეგი, რომ ეს არის, როგორც იქნა დასავლეთმა გამოიღვიძა, ამდენი შეურაცხყოფის, ტალახის როლის, ამ პროდასალური ფლანგის სავალალო მდგომარეობაში ჩაგდების შემდეგ, როგორც იქნა გამოიღვიძა დიადმა დასავლეთმა და ეხლა ვაშაურა გადაწყვიტა პრორუსული პუტინთან ასოცირებული ქართული ოცნების დემონტაჟი და ასე შემდეგ. ეს არის, პროდასავლელების კოლექტიური რაღაც შეფასება. და ამ ვერსიას თუ გავყვებით, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ უნდა მოყვეს ეხლა ასევე პერსონალური სანქციებიც, რაც ჯერჯერობით არ ჩანს და ცოტა უცნაურად ხდება ანუ თვითონ ტელევიზია დაასანქცირებს, ოღონდ სახელების და პერსონალების დასახელების გარეშე, ხო? გეგონება შენობა დაასანქცირეს, რაღაც ინფრასტრუქტურა დაასანქცირეს, მაგრამ მფლობელები, მეპატრონეები, ჟურნალისტები, მათ ცხადია ეს არ ეხება. ეს არის ერთი ვერსია. და არსებობს მეორე ვერსია, რომელსაც სხვათა შორის ხელისუფლებაც რაღაცა ჭრილში ამის დამკვიდრებას ცდილობს, რომ ეს არის მეტნაკლებად სიმბოლური ხასიათის გადაწყვეტილება, რომელსაც არ აქვს რაღაც გრძელვადიანი შინაარსი და უფრო იმ ხასიათს ატარებს, რომ გარკვეული მორალური სულისკვეთება აუმაღლოს აქაურ პროდასავლურ ფლანგს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის მაინც და მაინც კარგ ფორმაში, როგორც ფინანსურად, ასევე სტრუქტურულად და ისედაც ძალიან ბევრი ლიდერი ციხეში იმყოფება. აი ეს ორი ვერსია გვაქვს. მოდით ახლა ჩვენი ვერსიაც დავასახელოთ, ჩვენ რა ვგონია, რასთან გვაქვს საქმე, მართლა გამოიღვიძა დასავლეთმა და ეხლა აპირებენ ბიძინა ივანიშვილის ჩამოღებას, თუ უფრო საქმე იმ მოვლენასთან გვაქვს, რომ გარკვეული სიმბოლური გადაწყვეტილება ეს. მანდ რთულია,
გადაჭრით თქვა, იმიტომ რომ აი ესე პირდაპირ მაშინ უნდა დაველოდოთ, ხო? მაგრამ იმიტომ რომ დაველოდოთ, იმიტომ რომ როგორც ჩანს თვითონ ბოლომდე დარწმუნებულები არც ოცნებაში არ არიან, ეს შემდგომი ნაბიჯები რა არის, მაგრამ მან დაარსებობს სწორი კითხვა ეს. აგებინეს წინასწარ. ხო. ეგ მიანიშნებს რაღაც ვერსიას. მან და სწორად თუ დავსვავთ კითხვას, მე მგონი რაღაცები გასაგები იქნება. აი, ირაკლი, მოდი ეგრე დავსვავ ამ კითხვას და მე მგონი გასაგები გახდება ბევრი რამე. როგორი ტიპის სანქციები უნდა დაეწესებინა დასავლეთს იმისთვის, რომ მართლა პოლიტიკური ვითარების ცვლილების რეალური ბერკეტი ყოფილიყო ეგ საქართველოს. მართლა რომ მიწოლა გამოუსვლოდა. ო, ეგ არის სწორი შეკითხვის სწორად დასმა და სინამდვილეში ჩემი აზრით ადვილად მისახვედრია, რომ თუ მართლა მიწოლა უნდა და მართლა სანქციებით უნდა ოცნებას უკან დაახევინოს დასავლეთმა, მაშინ უნდა დაასანქციუროს არა იმედი, არამედ რუხაცი. ხო? აი, არა ქართული ოცნების რაღაც პროპაგანდისტული ტელევიზია, არამედ აბსტრაქტულად ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნები. ხო, ანუ ტოპ აი ძალიან პირობითად ვთქვათ, მართლა რო აწვებოდეს დასავლეთი ამათ, აი თავრობის სხდომაზე ვინც იხდნენ, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი და სხვა. და არა მაგრამ აი მაგაძე რო იყოს სანქციები, ასევე ბიზნესმენები, აი რომლებიც სიამდვილეში ოცნებასთან ასოცირდებიან და ოცნების ძალაუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია. ეგ იქნებოდა მართლა ეგ იქნებოდა სანქცია, რომელიც მიმართულია, რომ ოცნებამ უკან დაიხიოს და რაღაცები დათმოს. ეს სანქცია, რომელიც დაწესებული იყო ისეთი ფორმით, რომ პირდაპირ იმედის მეპატრონე გააფრთხილეს და წავიდა და მერეღა დაასანქცირეს იმედი, ხო? ეს სანქცია პირდაპირ დასაწყისშივე ეგრეა გათვლილი, რომ ოცნებას უკარო დაიხევს ამის საფუძველზე არავინ არ ელოდება, საერთოდ არ არის მაგისთვის გათვლილი სანქცია. ეს არის გათვლილი სანქცია იმისთვის, რომ საქართველოში პროდასავლური ფლანგი, მოდი ასე ვთქვათ, აი პროდასავლური ფლანგი ძალიან დასუსტდა. საქართველოში პროდასავლური ფლანგი დასუსტდა თან რატო? იმიტომ რომ დასავლეთის იმედი მოეშალა, ხო? და დასავლეთის იმედი რომ არსებობდეს, დასავლეთის იმედები რომ შენ არ ჩუნდეს, მაგაზე გათვლილია. ოპონირებას გაგიწევ, მოდი მაგაზე. ეხლა დარწმუნებული თამაშს რა თქმა უნდა, რაც ირაკლი თქვა, სანამ საბოლოო შედეგს არ ვნახავთ. არა, ეს გამოჩნდება, ხო, ეს გამოჩნდება. ეხლა ამ ეტაპზე რაც ჩანს, ის რომ რუხაძეს წინასწარ გააგებინეს და მხოლოდ ტელევიზიის აი ოფიციალურ ნაწილს დაადეს სანქცია, ეს გავს. საკუთარი ხვალე. მოდი ესე დავსვათ კითხვა. თუ დაასანქცირეს, მაგას ვამბობ ზუსტად. მაშინ გამოდის რომ სერიოზული სანქცია. შენ ამბობ, რომ ეს სანქცია ემსახურება აი აქ რაღაცა პროტესტის 460 და რაღაცა დღე აი ეგენი რო დგანან, მაგათ ფერზე მოსაყვანი. ეგეთი პირი. გავიგე, მაგრამ მაგასთან ერთად ხო არ ემსახურება კიდე ანუ გამაფრთხილებელი შინაარსიც ხო არ აქვს, იმიტომ რომ ფაქტია რომ ქართული ოცნების სტრუქტურების შიგნით ვიღაცებისთვის ეგ ეფექტი ქონდა, ხო? ანუ ვიღაცები ბორდს ჩაეხსნენ საერთოდ. იმედის რუხაძემ 1000 ლარად გაყიდა, პოსტივიში არ ვიცი ხა რა სიტუაცია მაგ მიმართულებით, მაგრამ ვიღაცებზე ეგ გამაფრთხილებელი ეფექტი ოცნებაში იქონია. ამიტომ მარტო ეგ არის თუ ორივე შეიძლება? ორივე შეიძლება იყოს, ორივე არის. უბრალოდ მე ამ შეფასებას რო ვაკეთებ, ამ ეტაპზე რა ეფექტს იქონიებს ეს სანქციები. ეს სანქციები თუ სანქციების ასე ვთქვათ, სიმწვავე არ გაიზარდა, მაშინ თუ ეს სანქციებია სულ ეს სანქციები იქონებს იმით, რომ ცოტა პროდასავლური ფლანგი რაღაცა თვალსაზრისით იმედი გაუხანგრძლივდება. თორე ეს სანქციები ბოქსიორი რო ნოკდაუნშია და რაღაც იმას რო შეაყნოსებენ ხოლმე, რო ცოტა აზე მოვიდეს და გააგრძელოს რაღაც ეგეთი გამაფრთხილებელ ეფექტზე მე ის არგუმენტიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ გამაფრთხილებელი ეფექტი მხოლოდ იმ მიმართულებით არ მუშაობს, რომ აი ესენ გაფრთხილდნენ და შეეშიდეთ. ანუ შენ თუ მომზადების დრო გაქვს,
მე შეიძლება წინააღმდეგის სამოქმედო საშუალებები იყოს ისეთი ეფექტური. ამიტომ ეხლა საფრთხე იგრძნეს, რომ რეალური სანქციები შეიძლება უფრო მტკივნეული სანქციები წამოვიდნენ. მოდი მოვემზადოთ. მოდი მათ შორის შიდა შემადგენლობა ისე გადავათამაშოთ, რომ უფრო მდგრადი იყოს. მაგას თლადის ეფექტი შეიძლება არ ქონდეს, რომ მოწინააღმდეგე ოცნების სახით ბრიტანეთისთვის მოწინააღმდეგე დასავლეთისთვის დასუსტდა. ამიტომ თან ერთ ამას ეს თუ ეს ვერსია რო აი რუხაძე გააფრთხილეს და გავს ეს ვერსია ეს ძალიან დიდწილად გავს იმ ხარისხის შეტევას რომელსაც აქვს პირველ რიგში რეპუტაციული შინაარსი და ემოციური შინაარსი საკუთარი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის უნარიანობის გახანგრძლივება. კი ეგ და კიდე ერთი არგუმენტია კიდე დამატებით. საერთოდ ოცნება და ეგ ჩემი აზრით ყველა მიცის ბრიტანეთმაც იცის ძალიან კარგი. ოცნება არის ისეთი ძალა, რომელიც საკითხს ასე უდგება, სანქციების და ზოგადად ზეწოლის ეტაპი უნდა გადააგოროს როგორ? უნდა გადააგოროს ქვედა რგოლი, რომელიც სახარჯი მასალაა, აი იმათზე რომ გადაიაროს სანქციებმა, ეგ ოცნებისთვის არის წარმატებული სანქციების და ზოგადად ზეწოლის გადაგორების ფორმატი. ანუ ოცნებას პირდაპირ მასე აყენებს საკითხს, რომ ვიღაც ქვედა რგოლზე უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი და ზედა რგოლი უნდა გადაიაროს, ზედა რგოლმა ისე გადააგოროს ეს პერიოდი, რომ მას რეალური პრობლემები არ შეედგა. მოდი ახლა ცოტა ჩვენი გამოცდილებიდანაც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ პოსტივის და იმედის ხალხისგან განსხვავებით, რომელიც ეხლა მოყვნენ სანქციებში, ჩვენ დიდი ხანია სანქციებში ვართ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მე და კონსტანტინე მორგოშია აგრიცკისია შეგვიყვანა, არც ერთ ჩვენგანს ბანკები არ გვემსახურებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული გამოცდილება იმისა, რას ნიშნავს მაგ ფორმატში ცხოვრება, შევიძინოთ, ხო? არის რაღაცა ყველაზე ბანალური, მაგალითად, მე არ მაქვს საკუთარი ბანკის ბარათი, ხო? ანუ მან ოპერირებ ეგრე, რომ ვიღაც ადამიანს ახლობელს, ვისაც ენდობი, იმას ახსნევინებ ბანკში ანგარიშს და იმისი ბარათით მე ან თუ რამე ყიდვა არის და ასე შემდეგ იმის ბარათით ფუნქციონირებს. ანუ ის ყიდულობს, სხვა სიტყვებით რომ თქვა, ის ყიდულობს და შენ გაზრდა. შეიძლება ხა თანხა შენ შეიტანო ანგარიშზე, მაგრამ იურიდიულად, ფაქტიურად ის არის რა. მოდი ასე ვთქვათ, ეგ არ იქნება გამოწვევა სავარაუდოდ იმედის თანამშრომლებისთვის და პოსტივის თანამშრომლებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში მასე დაღდგა საკითხი, რომ კონკრეტულ პირებს, აი ჩვენ არ გვემსახურებოდნენ ბანკები, მაგრამ იმედის თანამშრომლებს უდიდესი ალბათობით მოემსახურებიან და უბრალოდ იმედს არ ექნება. მათ შორის რო თქვეს, რომ ჩვენ ბანკს გავაკეთებთ, ეგ ხოთა შორის ძალიან საინტერესო კიდე რატო არის, აი რო თქვეს, რომ ჩვენ ბანკს გავაკეთებთ, ეგ ხო ცოტა იმასაც ნიშნავს, რომ ქართულს არ მოემსახურებთ. კი, ქართულს არ დააყენებენ. ქართულს არ გაშარა. არ გაშარავენ, თავის ბანკს გააკეთებ, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, რა თუ აი ესეთ დონეზე რჩება ეს სანქციები, ეგ შინაარსი ეგ რომ უბრალოდ დაასანქციის იმედი როგორც ორგანიზაცია რეალური ობიექტური პრობლემები არ შეექმნებათ. ეხლა ქეშად მიიღებენ თანხას, თანხის ნაკლება ექნება და როდესაც პარტიცი მას ხალხსაც ეგ ვერსია რომ აი შევაჯამოთ, აი რომ სინამდვილეში ეს უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს. აი საკითხი ასე დავაყენოთ. ამ კონკრეტული სანქციების შედეგად, რაც ეხლა ვიცით ჩვენ იმედი გააგრძელებს თუ არა ფუნქციონირება. ჩვეულებრივად გააგრძელებს. ერთადერთი პრობლემა რაც შეექმნებათ არის ჯერჯერობით ისიც არ მოემსახურებიან ეს ბანკები და ეგეც რა პრობლემაა კაცო ასე ხელში აიღებენ იმას ფულს და მორჩა არა ელექტრონული და ციფრული ფორმით. თუმცა აი როგორც გავცელდა ინფორმაცია რაღაც ბანკი უნდა შექმნა. ეგ ერთი საკითხი. ესე იგი იმისთვის რომ იმედმა და პოსტივიმ შეწყვიტოს ფუნქციონირება, ასეთი სანქციები კი არ უნდა დაეწესებინათ, უნდა მოხდარიყო პერსონალური აი ტარგეტინგს, რასაც ეძახიან. ანუ თუ ეგ თუ ამოცანა და ეგ რა ეგ ბრიტანეთმა არის ის, როგორ ასე ვთქვათ, გამოიწვიოს იმედის პარალიზება. ყველა ჟურნალისტ და ყველა
სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, აქციონერს თუ გენერალურ დირექტორს, ვინც ამჟამად არის და მომავალს შეიძლება გახდეს, იმათ პერსონალურად უნდა გამოუტანოს სანქციები. თუ ეგ ამოცანა თუ ეგ ამოცანა არის, აი როგორც ხარება კი არ უნდა დაასანქცირო, რომელიც მერე მოხსნეს და სხვა დანიშნეს მის ადგილას, არამედ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაასანქცირო და ირაკლი კობახი. ხო, თუ მაგას არ აკეთებ, ესე იგი გამოცანა არა. თუ მაგას არ აკეთებ, ესე იგი საბოლოო ჯამში